საღამოშვიდობისა თეიმურას, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ვფიქრობ ძალიან ველოდები ყოველ შემთხვევაში რომ საინტერესო საუბარი შედგება ჩვენ შორის მესამე ფურცლის მაყურებლისთვის. საუბარი ალბათ მაინც მინდა დავიწყო არ ვიცი ამ კითხვას რამდენად შეიძლება ტრადიციული კითხვა უწოდოთ, როდესაც ჟურნალისტი სასულიერო პირს ეკითხება, მაგრამ მაინც ალბათ უფრო ტრადიციულია. სიყვარული არ არის მარტივი რამე და მით უფრო მუდმივი სიყვარული, იმიტომ რომ პასუხისგებლობაა უდიდესი და მით უფრო ღმერთის სიყვარულიც ძალიან რთული არის და მისთვის თავის გაწირვა, მასთან შერწყმა მუდმივად სამარად ჯამოთ და თქვენ შემთხვევაში აი სულ ადრე აი პირველი თეიმურაზი, ვინც ჯერ არ არის მაინდა-მაინც ძალიან შეყვარებული ღმერთზე, გახსოვთ? კი, როგორ არა, მახსოვს აუცილებლად. ღმერთი არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული ცნება, რაღაც გარკვეული ფონემების კომბინაცია, ხო, ღ პლუს մ და ასე შემდეგ. სულ მეუბნები ადამიანებს, რომ ბედნიერია ის ადამიანი და მორწმუნე, რომელმაც პიროვნულად შეიყვარა ღმერთი. არა როგორც რაღაც რელიგიური იდეა, რაღაცა ფილოსოფიური საწყისი თუნდაც, ზოგმა ინტელექტუალმა უფრო ხო, ვიღაცამ შეიძლება უწოდოს რაღაც იდეალური საწყისი, რაღაც კოსმოგონიური ძირი, აბსოლუტური იდეა და ასე შემდეგ. არამედ აი როგორც პიროვნება შეიყვარებს. აი ტერმინი რელიგიაც ხო ამაზე მიგვანიშნებს, ხო რაღაცის კავშირი, რა იგულისხმება ერთი მხარეს დგას ადამიანი, როგორც სუსტი არსება. იმდენად სუსტი რომ ერთი ღერით მის გადადრებას არ შეუძლია, როგორც ახარება იტყვის და მეორე მხრივ აი სწორედ ის ღმერთი, რომელმაც ისიც კი იცის რამდენი ღერით მაგაკ, ისევ მის მაგალითი რომ მოვიყვანოთ. შესაბამისად ალბათ შემიძლია გავიხსენო ღრმა ბავშვობა, პირველი ნიშანი რელიგიურობის, როდესაც დედა გვატარებდა ტაძარში, მაშინ არ იყო ჩვენთან ბევრი ტაძარი გახსნილი. ცხეთაში დავდიოდით ხოლმე და რაღაც ნუსხავდა გარკვეულწილად სასულიერო პირების ყურება. ჯერ კიდევ არ იყო საბჭოთა კავშირი დანგრეული, საუბარია 80-იანი წლების ბოლოზე, როცა გარდაქმნის პერიოდი მიდიოდა და სწორედ აი ამ პერიოდს უკავშირდება ალბათ რაღაც განსაკუთრებული ინტერესის გაჩენა, რაღაც მეტაფიზიკურისადმი, მისტიკურისადმი. ეს ტერმინები მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა რო ვფიქრობ, ეს სწორედ ეს იყო. მებადებოდა მსოფლმხედველობრივი კითხვები, ბავშვისთვის ცოტა შეუფერებელიც ალბათ, სიკვდილთან დაკავშირებული, სასაფლაოზე რო გავდიოდით. აი ეს კითხვა მახსოვს დღემდე, რომ თუ ყველაფერი დამთავრდა, ანუ გარდაიცვალა ვიღაც თქვა პაპა მაგალითად და დაუკრძალეთ და აღარ არსებობს, ესე იგი ყველაფერი მორჩა. და აი ეს კითხვები გარკვეულწილად ალბათ ნებისმიერ თუნდაც ღრმა იყოს ის ადამიანი და არასრულწლოვანი მიიყვან საბოლოო ჯამში რელიგიამდე, იმიტომ რომ თუ ფილოსოფია და ზოგადად მეცნიერება ეჭვობს, რომ შეიძლება არ გამორიცხავს, შეიძლება არსებობდეს სულის უკვდავება, შეიძლება არ არსებობდეს, არ ვიცით ჩვენ ეს ხო, ეხლა აი კანტის მსგავსად რომ მიუდგეთ, ხო? არც ერთზე არ შეგვიძლია რეალურად დამაჯერებელი პასუხი. რელიგიაში ესეთი ორი პასუხი არ არსებობს, ის ყოველთვის მკაცრია პასუხებში და ამბობს, რომ არის, მართალია ვერ ასაბუთებს, მაგრამ რწმენას ეფუძნება და ალბათ ეს რწმენა იყო ის, რომელმაც მოგვიყვანა ღმერთამდე. მერე მეორე ფაქტორი ალბათ ლიტერატურა, ძალიან მწირი იყო, სახლშიც არ გქონდა წმინდა, მე მახსოვს აი ბიბლიის ყიდვის და მოპოვების ისტორია ოჯახში ძალიან რთული იყო, იმ პერიოდში კი უკვე გამოსული იყო ახალ ქართულ ენაზე, მაგრამ წვდომა არ გქონდა. და არასოდეს მაკმოყოფილებდა რაღაცა ბრმად წაკითხვა იგივე სკოლის პერიოდში. მინდოდა რომ ცოტა უფრო მეტი მცოდნოდა, აი მაგალითად სიტყვაზე ელემენტარული მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ თქვათ ბიბლია და სახარება ორი, ანუ ჩემთვის ესე იგი გამოდიოდა, რომ ორი სხვადასხვა წიგნი არის. ალბათ მე გავიგე, რომ თქვათ სახარება ბიბლიაში შედის როგორც შემადგენელი ნაწილი. ანუ ეს ჭხირკედელაობა, მაძიებლური სულისკვეთება იყო ჩემში. და მე რაღაც აი ტაძრების წიგნი გქონდა, გამოცნობის წიგნი. რომელი ტაძარი, რომელი იყო შავ-თეთრი, დიდი, უამრავი და მე თიც დაადებდნენ ხოლმე ოჯახში და ვიტყოდი ხოლმე თქვა ეს კუმორდოა, ეს ალავერი ყველას ვცნობდი ხოლმე. ანუ ნებისმიერ სასულიერო პირის ბავშვობაში დევს რაღაც ის კოდი, რომელიც უკვე კოჭებში ემჩნევა, უკვე რომ რაღაც მიდრეკილია. ხო, სადღაც უნდა ან ჩაიჭირო, ან ჩაგიჭიროს. კი ბატონო. რა იყო, რაც თქვენ არ მოგწონდათ და კითხვებს გიჩენდათ, რადგან თქვით, იმიტომ რომ თვითონ როდესაც უკვე სასულიერო პირი ხდებით, თითქოს ის რაც არ მოგწოდათ, თქვენში ეს აღარ უნდა იყოს და ალბათ აღარც არის, იმიტომ რომ ცოტა განსხვავებულია, უფრო ადამიანურია, უფრო მიმღებია ხოლმე თქვენი საუბრები. აიცით, აი ეს პროცესი საინტერესო პროცესი იყო. დღესაც აი მაგალითად ცოტა ბოლოდან დავიწყებ. ვინმე ახალგაზრდა რომ მეტყვის ხოლმე ტაძარში, რომ აი ეჭვიებარება მაგალითად აი მარადილ ცხოვრებაში, ეჭვიებარება რაღაცა სასწაული რომ გაიგო. ანუ ის რაც რელიგიისათვის ძალიან დამახასიათებელი ელემენტებია, ხო, რელიგიის თავარი ატრიბუტია სწორედ ის, რომ არ არეალობს რეალურად უშვებს.
არ ეჭობს რაღაცაში და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანს უნდა გეშინია ძალიან კარგი პროცესი მიდის შენში. არ ვაშინებ პირიქნები რომ შენში აი ფილოსოფოსი თვლებს აზროვნებ ესე იგი მექანიზმი კი არა ხარ რასაც ჩაგწახებენ რომ შენ იგივე ამოწახო. ეძიებ და იმ ახალგაზრდას ეს უხარია, ვაიმე მე მეგონა რომ ეს ცოტა არა ცოტა იყო ადამიანო პირიქით აზროვნება გაკტავინი, ძალიან ორგანო კი არ არის. შენას ცხოველი კი არა ხარ ადამიანი ხარ, ადამიანის თავარი თვისება არის რომ შეუძლია აზროვნება, ეჭვის შეტანა, სკეპსისი, იმეჭვიდან თავის დაღწევა, წმენაში გადასვლა, გადმოსვლა, საინტერესო გზებს გადიხარ. ჩემშიც ალბათ ეს ხდებოდა გარკვეულწილად და ელემენტარული ხა დღეს სწორედ ვნების შვიდეულში იმყოფებით და აი მაგალითად სახრებაში ძალიან მარტივად არის აიდომოსერობა აღწერილი ხო მაცხოვარმა განსტეხაპური მიიღეთ და სჭამეთ ამას აყოფდეთ ჩემ და მოსახსენებლად მე კი წირვას ვესწრებოდი რომელიც 3 საათი გრძელდებოდა და მაინტერესებდა თუ ის ესეთი მარტივი იყო და ძალიან უბრალოდ ჩატარდა ყველაფერი რასაჭირო იყო თქვა ეს 3 საათი წირვაზე დგომა ნახევრის საკითხავები არ მესმოდა ვიღაცა სხვას არ ესმოდა როდის მოიგონეს ეს ყველაფერი ვინ დაამატა მიხვდით ხომ ეს კითხვები პროტესტის კითხვები კი არ იყო პასუხები მჭირდებოდა ამ ყველაფერთან თანხმდრას ვეძებდი ну ამან მე რა თქმა უნდა გამოიწვია ზოგჯერ გარკვეული ტიპის გაურებაც ესეც მქონდა აუცილებლად და ვფიქრობ რომ აი სწორედ იმ წლებში სტუდენტობა რო იწყებოდა ჩემში უფრო მოფილოსოფოსო ადამიანი უფრო იდო ვიდრე თეოლოგი. ანუ ხშირად მაგაზინებდა კიდეც გარკვეული კითხვები და ჩემთვის თავარი აღმოჩენა იყო სწორედ აი იობის წიგნის ფინალური ნაწილები, იმიტომ რომ აი იობის წიგნში არის რატომ დაიტანჯა იობი და ეს უბედურებები რატომ შეემთხვა. ის მეგობრებს პასუხები აქვთ. რაღაცებს სჯელობენ იმ კაცზე, სხვა სხვისაუმსა ბრძენიას პრინციპია ზუსტად და ბოლოს ღმერთის ხმა ისმის და შენმა მეგობრებმა არასწორად იმსჯელესო. ან მათი პასუხებად არ შეითვალა. ანუ თვითონ აღმოვაჩინო რომ ბიბლიას არ ეშინია იმისი რომ გარკვეულ რაღაცებზე თქვას რომ ჩვენ პასუხი არ გვაქვს. დაფარულია ეს ჩვენგან. იმიტომ რომ როდესაც აი სადღაც მიწისძვრა მოხდებოდა თუ სადღაც რაღაც უბედურება და გარკვეული სასულიერო პირები უცებ ანალიზს გააკეთებდნენ რომ ეს ამიტომ მოხდა და ეს იმიტომ მოხდა. ესე იგი რაღაცა ჩემში ცოტა ცნაური კითხვა რომ საიდან იციან. გესმის გასაგებია რელიგია რწმენაა და ეფუძნების საეკლესიო მოძღვრებას, მაგრამ ასეთი თამამი რატო არის ეს ადამიანი ანდასკვნაში? და უცებ მივხვდი რომ თვითონ ბიბლია თამამი არ არის ამ საკითხებში. ის ხას უსვავს იმას რომ ბევრი რამ ადამიანისთვის დაფარულია და ამან გარკვეულწილად შვებაც მომიდანა. და მე მივხვდი რა თქმა უნდა ეკლესია სოციალური ორგანიზმია რაღაცები იცვლებოდა, დოგმატური სწავლებები არა, მაგრამ იგივე ლიტურგიული ტრადიცია იცვლებოდა. მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ამის მოსმენა. აი მაგალითად რომ ვიტყვი სიტყვაზე რომ თქვა რომ აი მაგალითად ჯვრის წერა რასაც ჩვენ უწოდებთ, ну ხალხი რიტუალს უწოდებს ხომ მსახურება. აი პირველ საუკუნეში ესე ჯვარს არ იწერდნენ. ესე ცუდად გიყურებენ, გონიათ რომ შენ ცუდი მართლმადიდებელი ხარ. ამ დროს მას ეუბნები რომ ეს განვითარდა, სხვადასხვა წესები მიემატა, რაღაცა დაემატა, რაღაც გამოაკდა, რაღაცა ლოცვა მიემატა. ნახოთ აბა მე-7 საუკუნის რედაქციები როგორია მე-11. ჩვენ კი არ ვებრძვით, უბრალოდ გეუბნები რომ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ეს პრინციპი რომ ყოფილიყო ერთგვარ სულიერ ევოლუციაში და არა რაღაც სტატიკურ მდგომარეობაში. ხო, სტატიკური მდგომარეობა ყოველთვის შორიდანაც კი შემზარავია ხოლმე, მით უფრო ისეთი ცოცხალი ორგანიზმისთვის, როგორც ეკლესია, იმიტომ რომ რაღაცნაირად სტატიკურობა თითქოს ისედაც რყევაში მყოფ ადამიანს უფრო მეტად სადღაც აჩერებს. აი თანამედროვე ადამიანზე მინდა და მეკითხა, თანამედროვე ადამიანს აქვს უფლება, ან შეიძლება ესე ვიკითხო, ან თანამედროვე ადამიანის გზა ღმერთისკენ განსხვავდება, თანამედროვე ადამიანს აქვს უფლებაც და დამოუკიდებლად კავშირში ყოფნა ღმერთთან, რაღაც თავისი გზა, არა ის გზა, რაც თითქოს ტრადიციულია. არის ეს მომენტი კი, რა თქმა უნდა, აი გამახსენდა ფოლკნერ, როგორც მწერალს მოგმართავთ ამავდროულად ფოლკნერს კითხეს თუ არცები ვირჯინიის უნივერსიტეტში სტუდენტებმა, რომ აი რა სიტყვიო შენ, აი რელიგიაზე იყო ეს კითხვა სწორედ მე უპირატესობას ვანიჭებ პიროვნულ რელიგიას და არა ორგანიზებულ რელიგიას, ანუ კულტში და ჩარჩოებში ჩამწერი რელიგიაო, ჩემთვის მეორე ხარისხოვანიაო სიტყვაზე. თავარია რომ პიროვნება მე ვიპოვო გულით, ну გასაგებია ეს მისი პოზიცია იყო, მაგრამ ეხლა დღეს ეკლესიას აქვს თავისი ესეთი აზრი, რომ აი რატო მაცხოვნებელი წიაღი ეკლესია, თუ გინდა გადარჩენა, ესე იგი უნდა მოხვიდე ეკლესიაში, ეს პრინციპია, მაგრამ უამრავი ადამიანია რომ არ უნდა მოსვლა. და ეძებს სწორედ სხვადასხვა გზებს, ოღონდ ეს გზა არის ორი. პირველი, ზოგადად სხვა რელიგიური ტიპის გზებს ეძებს, შეიძლება
არა მართლმადიდებლურს, ანუ ამას გულისხმობდა აღმოსავლური რელიგიებით იყოს ტიპი გადაცებული, შეიძლება ადამიანი იყოს მაგალითად დაინტერესებული უკიდურესი ეზოტერული მოძღვრებებით, რაღაც მიძინებული და მივიწყებული სწავლებები ამოქეკოს, ან ძალიან იშვიათი სწავლებები, ან სულაც ფართოდ გავრცელებული. ის ფიქრობს, რომ მალეს რელიგიურობისა იქ იპოვა. ეს ერთი და მეორე, შეიძლება საერთოდ არ ეწევდეს ტრადიციულ მოძღვრებებში, არამედ აი ფოლკნერისეული დევიზი ჰქონდეს, პიროვნულად ეწევდეს ღმერთს და ფიქრობდეს, რომ შუამავალი არ ჭირდება და არც კულტი არ არის იმისთვის საჭირო, არანაირი მსახურებები და არანაირი საიდუმლოებები, არანაირი ორგანიზებული, ანუ ამის გარეშე შეუძლია იპოვოს ის მეტაფიზიკური საწყისი, რომელსაც ის ღმერთს უწოდებს, რომელთანაც თავის პიროვნული კავშირი აქვს. ამაზე რა თქმა უნდა ეკლესიის მოძღვრებს თავისი პასუხი აქვს, იპოვა თუ არა მანის. ის ამბობს მე რომ მეო ვიპოვეო მე ჩემი გზა ეს მომწონსო შეიძლება მოვიდეს ის ადამიანი თავარი რა არის იცით ადამიანს ეკლესია უნდა დაეხმაროს იმაში რომ მისი ენა იპოვნოს და მის პრობლემებს ჩახედოს თუ მისი მოყვანა უნდა თავისთან არ უნდა დაანახოს ეს ყველაფერი ძალიან კაცრად მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ პავლე მოციქულიც ამბობს ამას რომ ჩამოთვლის მათან ამენაზე ვილაპარაკებო მათან ამენაზეო ხო რამდენიმე ტიპის კატეგორიას ჩამოთვლის ელინებთან ვიყავი ელინ არა აქ ამას ასე არსებითი მნიშვნელობა დღესაც ესია აი მაგალითად ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მას მე პატივს მივაგებ მაგრამ მე და ლიბერალიზმზე დაწერა კატასტროფული წერილი და მე ვუთხარი მას რომ არც ერთი ახალგაზრდა შენთან არ მოვა ვინც ამ წერილს წაიკითხოს არც ერთი ადამიანი ვერ მოვა შენ გინდა რომ ეს კონსერვატორულად ტრადიციულად დაანახო ყველას ეს ღირებულებები და ძალიან კარგია მაგრამ დღეს ადამიანებს უამრავი თავისი ეპოქას თვალი უნდა გაუსწორო ამ ციფრულ ეპოქაში ადამიანის თვალსაჩინო ძალიან დიდია და შენ ასეთი ენის თუ ადამიანებს დაელაპარაკები ვერავის მოიყვან შენამდე. სხვადასხვა დამიჯერა მე მქონდა ეს საინტერესო დიალოგი. იგივე პოზიციაზე ვარ ახლა. ადამიანი რომ მოვა ტაძარში თუ მე მინდა რომ ის მართლა მორწმუნე გახდეს, ყოველთვის ვცდილობ რომ ძალიან აი მკაცრად არ დავანახო. აი ერთმა ბავშვმა მითხრა ამას წინ, მარხვა ტანჯვად მეკცაო. ანუ რატო ეკცა ტანჯვა? იცი სხვადასხვა არ არის ჩემი სამრევლოს წერი. ისე ზოგადად საუბრობდი სტუდენტი არის. იმიტომ რომ აი კარგი გაგებით რა ანუ ჯვარც მდგომარეობაში ვარო ვეღარ გავიგეო იმ დღესო თევზზე მითხრესო საღამოს ესე იგი დაპროგრამებულია მარხვის არ სიარეს მისი ადამიანს მაგრამ რატო არ ეს მისიცით რომ ასეთი საკვები დახვდა სულიერი საკვები რეალურად ვერ ხდება იმას რომ ეს კი არ არის უბედურება მაგალითად ღამის 12-ის მერე ჭამა თუ არ შეჭამა ის რაღაც რძის ნაწარმი უბედურება ის არის თითქმის დღეს განმავლობაში რამდენ ადამიანს ატკინა გული რა კომენტარები დაუწერა ხალხს ვის დაემუქრა რამდენი სიძულვილი გადმოაფრქვია ჩემთვის ეს არის მთავარი რომ ეს არ გააკეთოს სიყვარულით ესოს რაც თქვენ ახსენეთ თორე თუ უნდა ხაჭუჭამოს და თუ უნდა კარტოფილი ეს უკვე მეორე ხარისხოვანია თუმცა ამასაც აქცევს რელიგიურ ყურადღებას ანუ მეორე ჩვენ ამას კი არ ვაიგნორებთ თავარი სხვა რამეა მე ხო არ მაბობ ამას სპენელის პირდაპირ ვეუბნები გადავშალოთ სახარება რას ამბობს მაცხოვარი თავარი ცნება რა არის სიყვარული გიყვარდეს მერტი გიყვარდეს ადამიანი თუ ადამიანი გიყვარს ვერ განაწყავ ვერ განსჭი ცუდ კომენტარებს არ დაუწარ სიძულვილს არ გადმოაფრქვევ ნიშნის მოგებით არ დაელაპარაკე ირონიული არ იქნები და ეს ადამიანი შეიძლება ასეთი იყოს ესეთი ნეგატივებით სავსე ამთხევდეს აი ამ ბოღმას და ძალიან ბევრ ბოროტებას და მისთვის ქრისტიანობა იყოს თურმე ის რომ აი ოთხშაბათს რა შეჭა ძალადობა რელიგიურ ცხოვრებაში არის ძალიან ცუდი შედეგის დამტები და ჩვენ უკვე როგორც ნაძალადევად ოჯახია შექმნილი თუ ნაძალადევად ადამიანმა რაღაცა შეჭამა თუ პროფესიასაც ირჩევდნენ ადამიანები. აი საბჭოთა კავშირში მოდური იყო ხო რომ აი ან იურიდიულზე ჩაგებარებინა სამედიცინოზე. ამ ბავშვს მსახიობობა უნდოდა და მთელი ომი მიდიოდა ოჯახში რომ არა ჩემი შვილი შენ აირჩიე უკვე შენი პროფესია ხა იმ ბავშვს დააცადე რაც უნდა. შენ ურჩიე გადაწყვეტილება მან მეიყოს რელიგიაში წესია. მოძღვარი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომწოდებელი. ერთ სიტყვი იმედია მაგალითი ეხა რომ არ გამოგვედავოს ჩვენი მსმენელი რომ მოვიყონო წმინდა მამის მამა ისიდორე პელოზიელი ამბობს ასეთი ნაკლებად ცნობილი ძალიან დიდი წმინდანი რამდენი არეცა და სიტყვა აქ იგულისხმება ქრისტეამ ნუ ლოგოსი ჩვენთვის გასაგებენაზე ვიტყვი მაშინ პერიფრაზირებას რამდენი არეცა და ქრისტე და მაინც ვერ გადააჩვია იუდა ვერცხლის მოყვარეობას ამითი რა არის იცით რა თქვა მირო ესე იგი ქრისტე არ შეეხო მის თავისუფლებას რო შეხებოდა როგორც განკაცებულ ღმერთს შეეძლო რომ იუდა კარგ ადამიანად ექცია. ის მხოლოდ ურჩევდა, ეცადა, მოძღვრავდა, მიანიშნებდა, მის თავისუფლებას არ შეეხო. და თუ ღმერთმა გაჩუქა თავისუფლება, ვის აკუფლება ეს საქართველოს? არც არა ის
და ეს თავისუფალი ეს რელიგიურადაც ესია დავამთავრებ და არარელიგიურადაც ესია. კი ბატონო, როგორც კი ადამიანი ალბათ ამ შენ თავისუფლებას რაღაცაში ცვლი და მნიშვნელობა არ აქვს ეს რა არის. მე რამდენად შეიძლება იყო ადამიანი კიდე საკითხავი არის. დღეს, ანუ, როდესაც ეს გადაცემა გამოქვეყნდება, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და ამაზეც მინდა ესე ვიკითხო. რა უნდა მოკვდეს ადამიანში, რომ ის აღდგეს, ან რამდენჯერ შეიძლება ადამიანი აღდგეს. იმიტომ ჩემთვის მაგალითად და ფიქრობ, რომ ნაკლებად რელიგიური ან ნაკლებად მორწმუნე ადამიანებისთვისაც რელიგიური დღესასწაულებიდან აღდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულია. რაღაცნაირი როგორც იტყვიან 12-ის გარეთ დგას, 12 დიდი დღესასწაულის მიღმა დგას როგორც უნომრო დღესასწაული, როგორც ყველაფრის ცენტრი და მასია დამოკიდებული ყველა მოძრავი თუ უძრავი დღესასწაული. ზეკალენდარული დღესასწაული ესე შეგვიძლია ვთქვათ. კარგით, რა უნდა მოკვდეს ადამიანში, რომ რაღაც აღდგეს მასში? კი ბატონო. აღდგომაზე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება. აი მინდა რომ ძალიან გასაგებად გითხრათ. თუ ჩემი მეზობელი მაგალითად აი ძალიან მდიდარია და ძალიან კარგად ცხოვრობს და ჯანმრთელია და მე ამის საპირისპირო პოზიციაზე ვარ ყველანაირად. უბედური ვარ, ღარიბი ვარ, არავითარი წარმატება არ მაქვს და მეუბნებიან რომ მიხაროდეს მისი წარმატება. ესეთი კითხვა იბადება. მიხარია. მაგრამ იცით რატომ მიხარია, რომ თურმე ეს სიხარული ჩემი ხვალინდელი იგივე მდგომარეობაში აღმოჩენილი სიხარულია. ამიტომ გვიხარია ჩვენ აღდგომა. მაგალითიც რატომ მოვიყვანეთ, რომ ქრისტიანული გაგებით, ქრისტიანული რელიგიის სწავლებით აღდგომის სიხარული დაკავშირებულია თითოეული ჩვენგანის ინდივიდის სიხარულთან, რომ როგორც აღსდგა ქრისტე, მეც მოწოდებული ვარ აღდგომისკენ. ეს გვავიწყდება ყველას. ეს არის მთავარი გარღვევა ქრისტიანებისა, რომ ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობთ სულის უკვდავებაზე, რომ ადამიანის სხეული კვდება და სული როგორც გონიერი მოაზროვნე ნაწილი გამოდის მისგან, ანუ განცალკევდება მეტაფიზიკურად მატერიალური სხეულს ხედავთ უკვე უსულოდ მდებარეს, აი მიცვალებული ამბობს წესის აგებაში, ახლა მხედავთ მე თქვენს წინაშე უსულოდ მდებარეს, გუშინ კი ვიყავით თქვენთან ამ ზრახველი და სული როგორც უხილავი იდეალური საწყისი გამოვიდა. კი ბატონო, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ თავარი ავიწყდებათ, რომ ეს დროებითი განშორებაა. იმიტომ რომ გრიგოლ-ნოსელი ამბობს, რომ აი სიკვდილი იმიტომ არის არაბუნებრივი მდგომარეობა და იმიტომ იწვევს სევდას, დეპრესიას, შიშს, რომ შეძენილი თვისებაა, კოდი არიდო ადამიანში. ანუ შემთხვევით მოხდა სიკვდილის შემოსვლა და გაბატონება, როგორც პავლე ამბობს ერთი კაცის შეცოდებით. ეხლა რა ხდება? ქრისტე იმიტომ მოვიდა და იმიტომ მოწოდა მეორე ადამი პავლემ ქრისტეს, რომ მან ეს შეძენილი, ანუ შემოპარული თვისება, ანუ სიკვდილი, მოსპო, ლიკვიდაცია გაუკეთა. მოკვდა როგორც თითოეული ადამიანი კვდება და აღსდგა. და შესაბამისად მისი აღდგომა არის დასაბამი ყოველი ადამიანის აღდგომისა. ამიტომაც მრწამსში ვამბობთ მოველი აღდგომასთან მკვდრეთი დაცხოვრებასთან მისამის საუკუნესაზე. ყველა რელიგია აღიარებდა სულის უკვდავებას, ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანულ პერიოდში, განსაკუთრებით აი ბუმი იყო სწორედ პირველ საუკუნეში, ანუ ელინიზმის გაგანია ეპოქაა, ხო? კალენდარულად პირველი საუკუნე. ნოსტიკოსებიდან დაწყებული, დამთავრებული ელინური რელიგიებით, მაგრამ სხეულებრივ აღდგომას ყველა ეჭვით უყურებდა. არ აღიარებდნენ. იმიტომ იყო რომ პავლემ რომ ათენელებს უთხრა რომ მოხდება საყოველთაო აღდგომა, ეხლა პლატონზე და არისტოტელეზე გაზრდილი ხალხი იყო და ცოტათი ირონიულად დაუწყეს ყურება, რომ გაიცინათ. მათთვის აქსიომა იყო რომ სხეული ვეღარ აღსდგება. პირიქით პლატონური მოძღვრება სწორედ ამას მიუთითებს, რომ სული გამოვიდა და ძლივს გავთავისუფლდით, კიდე აქ ვარ დაუბრუნდებით მატერიაში. რეალურად ამითი ქრისტიანობამ განაცხადა უნივერსალური რამო. სხეული ისეთი ვეღირებულია, როგორც სული. სხეული რო ღირებული არ იყოს რელიგიისთვის, მაშინ არ მოხდებოდა აღდგომა. აი კომუნისტებს ამიტომ ეშლებოდათ. ქრისტიანობას აბრალებდნენ, რომ ეს იყო რაღაც ასკეტური სხეულის მოძულე რელიგია და რეალურად პირიქით არის. ის უბრალოდ მოითხოვს, რომ მატერიამ შეიძინა დაცემის შედეგად ის თვისებები, რაც მასში არ არის. აი ბუდიზმთან მივედით. ბუდიზმში სამი თავარი პრობლემა, სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი. ქრისტიანობა ამბობს, რომ სამივე შეძენილია. ისეთი სხეულით აღსდგებით, არც მოკვდებით, არც მოუხუცდებით, არც დავსნეულდებით. რეალურად უპირისპირებს ამას ხო თავის აი გამარჯვებულ მდგომარეობას. ამიტომ ვიმეორებ, რომ საყოველთაო აღდგომა არის როგორც ჩემთვის რიგითი მორწმუნისთვის და საერთოდ ქრისტიანული რელიგიისთვის აი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და ამით დავამთავრებ, რომ ქრისტეს აღდგომა იმიტომ გვიხარია, რომ ის არის საყოველთაო აღდგომის სიმბოლო და პირველი ნიშანი, წინარე ნიშანი. მაგრამ თუ მე არ აღსდგები, როგორც ამბობს პავლე,
მაშინ რატომ დამიხაროთ ეს ყველაფერი? და თუ ქრისტიანს გა ჩვენც უნდა ავხსნათ მასთანავე. იმიტომაც ეუბნება თქვათ კორინთელებს ეპისტოლეში, რომ მე არ მინდა თქვენ ისეთივე მწოხარეები იყოთ, როგორც წარმართები, რომელთათვისაც ნუგეში არ არის. რამე თუ ანგელოზთა საყვირის ხმაზე მეხსეულად აღსდგებიან მკვდარნი. ხოლო ჩვენ ვინც ცოცხლები ვიქნებით, მეტამორფოზას განვიცდით, ანუ ერთგვარი ტრანსფიგურაცია მოხდება სხეულების, იმავე მატერიალური თვისებებს შევიცენთ, როგორც აღდგომილნი და ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გვერდით. ანუ ეუბნება მორწმუნეებს, რომ სიკვდილი დამთავრდება, მოვა ის დრო, რომ ის აღარ იარსებებს და ეს მოხდება სწორედ აღდგომით. ამიტომ საფლავზე რომ გავა ადამიანი დღეს თუ ხვალ მით უმეტეს ეს ტრადიციაა, ხო? ის მიცოლებულსაც შეახსენებს აღდგომას და თავის თავსაც ეტყვის, რომ კი დღეს ვარ ხვალ შეიძლება ჩემ საფლავზე გამოვიდნენ, მაგრამ მოვა დრო, რომ ჩვენ საფლავზე აღარ გავართ. სწორედ ეს არის ალბათ ის რითით დავიწყეთ პიროვნული გასვლა ღმერთზე, რომ აი ეს მისტიკური პიროვნული სიყვარული და ის სიდიადე და წყალობა დავინახოთ, რომელიც ნუგეშია. იცით, საყოველთაო დეპრესიის პერიოდია, ყველა ადამიანი ძალიან დანერვოზებულია, ძალიან ცუდად არის. იცით, ყოფითი პრობლემები სულიერი თუ მატერიალური და საბოლოო გაჩერება ბევრისთვის ისევ რელიგიაა, იმიტომ რომ ის მედიცინა გეუბნება, რომ კი გაგიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ სიკვდილი ვერ დაძლია. ახლა ხას არ არის წიგნი წავიკითხე ჰომო დეუსი და ძალიან ეს ოპტიმისტურად უყურებს ეს ებრაელი ფილოსოფოსი, რომ აი კი ანტიბიოტიკებიდან დაწყებული რამდენი რამე გამოვიგონეთ, ჩავიჭირით, დავამარცხეთ, ქოლერა მოვიშორეთ, ტიფი დავამარცხეთ, ხვალ ეს სიმსივნესაც კი ბატონო, მაგრამ სიკვდილს ვერ ამარცხებ. რეალურად ადამიანს უნდა აი თქვენ როგორც მწერალია დამეთანხმებით, რომ პირველი ლიტერატურული ძეგლი, რამაც ჩვენამდე მოაღწია ეპიკური ფორმით, თქვა და გილგამეში, ხო, რომელიც გაცილებით ძველია ვიდრე ილეადა ან მაჰაბჰარატა, უკვე ამ პრობლემას უტრიალებს. რაც მოკვდები ენქიდუს და რა თქო გილგამეში გიჟად არის, რომ როგორ დააღწიოს თავის სიკვდილს. ანუ ის რაც დღესაც თქვენ რომელსაც რომანში შეეხებით, თუ მე შეიძლება ჩემს მოთხრობაში შევეხო, სიტყვაზე ხო ნებისმიერი უკვე ფესვებით არქაული კაცობრიობა ამ პრობლემაზე ფიქრობს მუდმივად. ეხლა ესეც უცნაური რაღაცა, ყველა დიადი ქმნილება, ეხლა არ მინდა რელიგიიდან ლიტერატურაში გადავიდეთ, მაგრამ გადავიდეთ. ამაზე დადის ხო ყველა, დაწყებული გილგამეშიდან დამთავრებული თომას მანის ჯადოსნური ფრთით თუ ლევ ტოლსტოის ივან ილიჩის სიკვდილით. ამ პრობლემას უტრიალებენ. მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში მიწიერი კუთხით უყურებენ. აი ტოლსტოი ვახსენე, ივან ილიჩი კვდება. ცუდად არის. ერთი წამი არ ახსენდება, რომ შეიძლება მისი სული კვდავი იყოს. ამ დროს არ წერს ტოლსტოი, რომ ის ათეისტი იყო. მაგრამ არ უნდა სიკვდილი. ნუგეშს ვერ ხლებავს. ვიღაცა ხედავს, მორწმუნისათვის ის ზეიმია. იმიტომ რომ სულის კვდავებისაც ჯერა ვიმეორებ და მსხეულებრივი აღდგომისაც ჯერა ორივე. ერთი სიტყვით ჩვენ კვდებით როგორც ადამი პირველი კაცის მსგავსად და აღსდგებით ვიცესა ქრისტე. ანუ იგივე გზას გავდივართ. დაუბრუნდეთ დღევანდელობას და საკმაოდ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანისთვის ამ ძიმე წინა კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ისეთი შემზარავი თან ნამდვილი, თან რაღაცა ბევრის მთქმელი კადრი იყო, როდესაც თქვენ პატრიარქის ტახტთან გლოვობთ მისი უწმინდესობის გარდაცვალებას. იმიტომ რომ ეს კადრი რაღაცნაირად ვირუსულად გავრცელდა. კი, ვირუსულად გავრცელდა. მე არ ვიცი, მაშინ დავინტერესდი პირველად რამდენიმე მეგობარს ვკითხე, მათ შორის ერთ ვექილსაც, რამდენად შეიძლებოდა ესეთი პირადული კადრის გავრცელება, ახლა ჩილს კი არ ვაპირებდი. მართლა არ ვიცი ჟურნალისტური ეთიკითაც ადგადის ხოლმე სხვა არის, ანუ რამდენად პირადულად ითვლება ასეთი ფოტო. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ვინ იყო საკურთხეველში იმ წუთას და ვინც გადაიღებდა. ახლა ამას არ აქვს მაყურებლისთვის მნიშვნელობა, მაგრამ როგორც ამბობს პავლე მოციქული, ადამიანისო ყველაზე კარგად იცისო სულმან ამავე კაცისამან. ანუ ახალ ქართულად ადამიანის ყველაზე კარგად იცის თვლილ ადამიანმა. ანუ რაც შენში ხდება და დედამიწაზე ვერც ერთი ადამიანი ბოლომდე ვერ გაიგებს შენს ტკივილს თურმე. მე სხვისას ვერ გავიგებ, აი მაგალითად შეიძლება მსგავსი იყოს ის განცდა, მაგრამ მე მასში ვერ შევსახდები. ამით ნათქვამია, რომ ერთადერთი ვინც იცის რაც ხდება შენთან რეალურად გულში, ის ღმერთია და ბიბლიაც ამას ამოწმებს და თვალსაჩინო პატრიარქს უყვარდა სოლომონის სიბრძნიდან ამ სიტყვების ხშირი ციტირება ქადაგებებზე, რომ კაცი ხედავს კაცის სახეს, ღმერთი ხედავს ადამიანის გულს. იცით რატო აი ბატონო დავით, ეხლა მე არ მაქვს სოციალური ქსელები, იმიტომ რომ არ ცალია და ვერ ვიცლი, იმიტომ რომ როცა მქონდა ბევრი დრო მიაქხო მე ალაგ-ალაგ ჩემადამ რომ აჩვენა ახლა აი კომენტარები კი 10-დან 9 გამოხატავს ყოველთვის კარგს. მე 10 არა, ეს ბუნებრივია. ყველაფერს ერთი კარგი შეფასება არ ეყოლება, რომ ჩემი გრძნობა და გამოგლოვა იმ ადამიანისა, რომელსაც მემადლიერები დღემდე და მართლა მთელი არსებით გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ.
ვიღაცისთვის მასხარა დასაგდები თემა. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ ჩემთვის ტკივილია, მაგრამ პირდაპირ ვამბობ ამას, რომ სხვა ვერ მიხვდება იმ შენ ამბავს. ეხლა რაშია საქმე იცით, მე საკათედრო ტაძარში მსახურობ, ისეთ ასაკში გავხდი სასულიერო პირი, რომ აი როგორც სასულიერო სემინარიის ლექტორი და როგორც უამრავი სასულიერო პირის მეგობარი და ყოფილი პედაგოგი საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ ასაკში სასულიერო პირები არ უნდა ხდებოდნენ. მე არ ვამბობ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ აი ეს 23-24 წელი მაინც ჯერ კიდევ არის ის პერიოდი, როდესაც ვფიქრობ, რომ თავშეკავება ჯობს. რატომ ვამბობ ამას, იცით, რომ პატრიარქის გვერდით ხელდასხმის შემდგომ ბევრი ისეთი ინტერესი გამიჩნდა, რომელიც ალბათ უფრო საერო ადამიანს უნდა გაუჩნდეს. აი მაგალითად მოგზაურობა მომინდა მაშინ და აი აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა თქვათ ლაშქრობა, რაღაცა აზიური, ეხლა სპეციალობიდანაც ახლა რელიგიების ისტორიას რო ვასწავლედი, მინდოდა რომ ეს ცივილიზაციები ადგილზე მენახა და აი რამ განაის არ შეიძლება რომ სასულიერო პირმა იმოგზაუროს, მაგრამ ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ. ბევრი რამე აი ჩაბა რაღაც ახალი პროფესიის დაუფლება მომინდა მე რომ ვთქვათ ლიტერატურის სფეროში სწავლა დავიწყო უკვე სასულიერო პირმა დოქტორანტურაშიც, მაგისტრატურაშიც. რატო ვამბობ ამას, იცით, რომ აი პატრიკის გვერდით მიდიოდა ეს ყველაფერი, მისგან მივედი ლოცვა კურთხევლას, რომ შეიძლება რომ აი ჩავალო, რომ სწავლა მინდა რომ იქ გავაგრძელო. და არასდროს არ გავუწევია წინააღმდეგობა. აი არ მახსოვს რომ ეთქვას მაგალითად, რომ აი რატო მიდიხარ აი სინგაპურში მაგალითად და მე ვუთხარი რომ აი რაღაც ახლოს მიდევ ნახო რაღაც ეს ბუდისტური ცივილიზაციის ძეგლები ვიღაცასთან გვაქვს მიმოწერა და დაგვბადიჟა და რაღაც ტური გვაქვს და ამ შემდეგ. ძალიან კომუნიკაციური ადამიანი იყო. შეეძლო ეს დიალოგის გამონახვა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ დაინახა როგორ განერვიულდა, ან როგორ იჩხუბა, ან რაღაც გამოხატა თავისი, ან არ მოგისმინა. თუ ვინმე მეტყვის, რომ თავარი თვისება რა ქონდა, შეეძლო მოესმინა. ისეთი ადამიანისთვისაც, რომელიც საინტერესო არ იყო. და მე ვერ მოусმენ მაგალითად 10 წუთის ზოგს. მე უცებ მივხვდი, რომ საკურთხეველში შევედი და დავინახე ტახტი და წარმოვიდგინე ვისი გაღარასოდეს აღარ დაჭდება ხილული სახით. მართლაც დაქვრივებული იყო ის ტახტი. და ძალიან განვიცადე. უკიდურესად. ჩვენ უფრო თაობის ვართ 90-იანი წლების მიწორულს, როცა პატარები ვიყავით, რომ მოდიოდა ხშირად აკადემიაში, მე რექტორიც იყო 1-2 წელიწადი, მე ახალი დაწყებული მქონდა პედაგოგობა და სხვანაირი პატრიარქი მახსოვს. ასე ვთქვათ, საკურთხეველს მიღმა არსებული, რომელსაც შეეძლო ესაუბრა სხვადასხვა თემებზე, ეხუმრა და ამის საოცარი ნიჭი ჰქონდა. ელემენტარული რაღაც კამფეტები მოედალა ჩვენთვის და ფუნთუშები და სხვა სივრცეში გქონოდა დიალოგი, თუნდაც აი ეს არის ფილოსოფიური საუბრებიც ხშირად მე ყველას ვურჩევ, რომ მოიძიოს მისი ძველი არქაული ქადაგებები, განსაკუთრებით სემინარის სტუდენტებთან წარმოთქმული, იქნება ეს შენახული და არის რა თქმა უნდა. სულ ამაზე ლაპარაკობდა, რომ იკითხეთ კლასგარეში წიგნები, იკითხეთ წიგნები, ესე იგი, აი ხანდახან ამ წიგნების კითხვაზე ჩაციკულამდე მიდიოდა საუბარი, რომ აი თითქოს ადამიანი იძულებული გახდებოდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკის საშუალო ზოგმა იყო, რომ დასულიყო მე ბევრი ჩემი კურსელი მახსოვს ესე და სულ ლაპარაკობდა, ხო ეს ფილოსოფიური წიგნები უყვარდა. ეხა 2 წლის წინ როცა უკვე ძალიან ცუდად იყო და ამერიკის საპატრიარქოდან რომ კაცო გავხარდათ იმათაც რომ წიგნები მოითხოვა, რა წიგნები გამოვიდა და მე დამავალე ზაუნდ. თავრეკე გამომცემლობებთან, ხა წიგნის ფესტივალი ახალი დამთავრებული იყო და ზოგმა შემოგწირა, ზოგიერთი ვიყიდე, ზოგიერთი მე მქონდა და ერთი დიდი ყუთი მივიდანე საპატრიარქოში. ინტელექტის სულაგაურის სხვადასხვა წიგნები, ცოტა უფრო მხატვრული და ცოტა სამეცნიერო, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად და ხა ვეღარ წაიკითხავდა, მაგრამ ეს რომ დაათვალიერა, აი თითქოს თვალი დაკმაყოფილდა, რომ ეს იხილა, იმიტომ რომ მე სადაც იგივე დამემართებოდა, ეხლა რომ წარმოვიდგე, რომ ვარ უკვე ძალიან უწდროებაში, ალბათ ვანიშნებ. ფენს ნაშრომებს მე ვიცნობ, ყველას არა, მაგრამ ნუ მეტწილად ვიცნობ და ძალიან დიდი შენაძენი არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი რელიგიური საკითხები, ისტორია მით უფრო თან ისეთ თანამედროვე ავტორისგან შექმნილი, როგორც თქვენ ხართ, არ არის მარტივი. აი, ერთ-ერთი ბოლო საფრთხეში გამოვიდა 2025 წლის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბოლო არის, ხო? რა არის, რაც ამ წიგნში უნდა წავიკითხოთ? ნუ საკმაოდ ბევრი რამ არის, უნდა წავიკითხოთ, საკმაოდ ისეთია თან. დღემდე ველოდები, ისა ბატონ დავით, დღემდე ველოდები თავდასხმებს. კი მქონდა 1-2 თავდასხმა. აი, ეგეც უნდა მეკითხა, არ შეიძლებოდა, რომ
ვინც წაიკითხავს, ყველა მიხვდება, რომ ერთი წინადადება არ არის, ვისაც მე შეურაცხყოფას ვაყენებ. უბრალოდ გარკვეულწილად კითხვები მებატება მათთანვე, რომ სად ნახეს ეს ყველაფერი, საიდან რატომ უწოდებენ ქრისტიანობას, რელიგიას, მართლმადიდებლობას, ისეთ რაღაცებს, რაც ის არ არის და ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა ლიტერატურის ფილოლოგმა, რომ შენი ნერვებიო, რომ ეს ტექსტები თვითონ წაიკითხავ თავინებოვნამდე. მე ვიმეორებ, რომ აი რა გვეშლება იცით, აი წიგნის აკრძალვის ფენომენის ასტიკი წინააღმდეგი ვარ, ცენზურის დაუნდობელი მტერი ვარ ბავშვობიდან დღემდე. რელიგიურ სივრცეშიც და არარელიგიურ სივრცეშიც. აი რელიგიურ ადამიანები აპროტესტებენ, რომ ვაიმე ბიბლია არ გქონდა, წმინდა მამები არ გქონდა, ლოცვას ხელით წერდნენ, 80-იან წლებში რბეულებში იწერდნენ ლოცვებს და ფსალმუნებს, იმიტომ რომ არ გამოდიოდა, არ იბიჭდებოდა და იგივე ხალხმა მე 90-იან წლებში ეს დაივიწყა და თვითონ დაიწყეს გარკვეული წიგნების დაწვა და დევნა. ეხლა რატომ ვამბობ ამას იცით, რომ ძალიან ბევრი მიფიქრია აი აუტოდაფეს ფენომენზე, წიგნის დაწვის ფენომენზე და წიგნის აკრძალვაზე და ვიღაცას გონია რომ ეს ჩემს მიერ გაკრიტიკებული ავტორები და გარკვეული ტექსტები მაგალითად აი იმ კატეგორიას არ უნდა გაპირიქით, უნდა გამოვიდეს, ვისაც რა უნდა ის უნდა გამოსეს, მაგრამ უნდა არსებობდეს საღიაზრი, რომელიც გაარჩევს და უწოდებს თავის სახელს. აი ლიტერატურაში ხო კრიტიკა აუცილებელია, თანდები პროცესია უხსოვარი დროიდან დღემდე და სამწუხაროდ ალბათ არც თქვენ არ გეყოლებათ 10-დან 10-ვე მომწონებელი, როგორც მეც. კი, არც უნდა და ეს არც საერთოდ არ არის გამაღიზიანებელი. ერთმა კრიტიკოსმა მითხრა ერთხელ საზღვარგარეთ, რომ სალმან რუშდიოვი ჩემთვის მწერალი საერთოდ არ არის დოკუმენტალისტური პროზის ავტორია და რუშდის ალბათ გაეღიმება, მაგრამ მილიონებისთვის რუშდის ცოცხალი კლასიკოსია დღესაც ხო? ფამუქი გვიდევს რა დღეში ჩააბდეს ქართველებმა კარგად გახსოვს თოვლის გამო და ასე შემდეგ და ამ დროს ყველა იმ ქართველმა ძალიან კარგად იცოდა რომ მიკტული არაფერი არ წერია. ის უგადად კი ლაპარაკობდა, ინდივიდუალურ შემთხვევაზე ლაპარაკობდა და ცუდი ქმედება ქართულმა შეიძლება ჩაიდინოს თურქეთში და თურქმა საქართველოში. ამ შემთხვევაში ფამუქის ადვოკატი არა ვარ, მაგრამ მეცინება ხომ რაღაცის პროტესტზე. ეს მე ყოველთვის მეცინებოდა რაზე. ეს იყო ჩემი ცხოვრების თავარი კითხვა. ნუ თუ მართლა ჩვენ ვართ ყველაზე განსაკუთრებულები და მე მინდოდა რომ ბიბლიაში მომეწებდა რაიმე გასაღები, რომ ქართველებზე და ქართულ ენაზე და ქართულ ფენომენზე განსაკუთრებული მინიშნება. როდესაც მე ყველაფერი ვერ ვნახე, მე ავტომატურად დავიწყე ამოწერა სხვადასხვა წიგნები და ამ აზრის ტირაჟირებას ვინც ეწეოდნენ იმ ავტორებისას. და მივიღე საბოლოო ჯამში ეს მცირე ბროშურა, იცით, ძალიან ბევრი ვინმე და რამე არ შევიყვანე, ვერ მომასწარი ჩქარები და გამოცემული იყო. თუ ოდესმე ვრცელი ვარიანტი გამოვეცი, ის გაცილებით უფრო ცოტა უფრო ცუდი ფორმების იქნება, იმიტომ რომ მართლა მიკვირს ბევრი აზრი. არ მინდა დავკონკრეტდე სიტყვაზე. არ შეიძლება ესეთი ლაპარაკი, რომ ყველაფერი მარტო შენთან არის და ყველაფერი ღირებული აქ ხდება. ბუნებაც შენ გაქვს მარტო ლამაზი მსოფლიოში, ენა ჩენია განსაკუთრებული. მეორედ მოსვლა იქნება ქართულ ენაზე. შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ წერია წმინდა წერილში არსად. ამას ვერავინ ვერ დაადასტურებს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ასტრონომიის წიგნში ხო ვერ ჩავწერ რომ დედამიწა ოთხკუთხედია და დევებს უკავიათ. მაშინ ეს ასტრონომიის წიგნი აღარ იქნება. ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი თაობა განათლებული ადამიანები წარმოვიდგნენ, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ. ეს ხოდში ძველი ხალხი უფრო კარგად იყო ბატონო დავით ვარსკვლავებში გათვითცნობიერებული. ძველად სასახედოდნენ აგერ სატურნი, აგერ იუპიტერი. ეხლა ბავშვები ზესთან თვარეს რო არჩევდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ტექნოლოგიას აწავიდა, ცის ცოდნა დაიკარგა. ბევრი რამე შემოვიდა აქ ხელმა. მაგრამ თუ ჩვენ ასტრონომიას ასტროსოფიით ჩავანაცვლებთ, ეზოტერული, ფსევდოასტრონომიული, ვარსკვლავური ცხოველობით, ასტროლოგია კიდე სხვანაირია. მაშინ ყოველთვის ასეცილები ვიქნებით. თავიდან ბოლომდე. ნამდვილად. რას აშავებს ყველაფრის ღმერთისთვის გადაბრალება? აი როგორც კურკას ეუბნებოდა რომ ღმერთი მოგცემს, ან ყველაფრისთვის, აი მაგალითად თქვენ რომელიღაც ეტაპზე ახსენეთ ინტერვიუს მიმდინარეობისას, აი უცებ მიწა იძრება თუ რაღაც სტიქიური ბეგერვა მოხდება და ღმერთიან ყველაფრის ღმერთისთვის გადაბრალება გადაჭრა ყველაფრის მეტაფიზიკურ ასპექტებში განხილვა ამ პრიზმაში განხილვა ეს მახასიათებელია თანამედროვე უმეცარისაც და განსწავლულისაც ზოგჯერ აი ერთბად ისევ მწერლობის მაგალითს მოგიყვანთ და ამით მე მგონი ყველაფერს ვიტყვი ტოლსტოის აქ ერთი ჩანაწერი სოლობრიოვის ლექციაზე იყო ხო ცნობილი რუსი რელიგიური მოაზროვნე და სახლში მივიდა და დღიურში ჩაუწერია კაცო სოლობრიოვის ლექციას დავესწარი და ამ ანგელოზებზე ისე ლაპარაკობდა თავის ბიძაშვილები იყვნენ თითქოს ანუ რა თქმა უნდა ანგელოზი ნანახი
იშვიათად ყავს ხო ადამიანს დიდ წმინდანებს თუ კონდათ გამოცხადება და ბიბლიურ მაგალითებზე ხო არ ლაპარაკობ ახლა მე ბიბლიურ ხანაზე და იმ ადამიანებზე მე არ მინახავს ჩემი ფარველი ანგელოზი, მაგრამ ხმადჯერა რომ დადგინებულია და მე ვლოცულობის წინაშე. მივხვდით ხო რა სულობა, ანუ ტოლსტოის სიტყვებში სარკაზმის მიღმა იყო ძალიან მწარე რეალობა. სოლოვიუმი ერთი საათი ილაპარაკა ისეთ თემებზეო. მეო ჩემ ბიძაშვილებზე ვერ ვილაპარაკებ ესეთ თემებზეო. ანუ რეალურად აი დღესაც მე ხალხს დავუკვირდით ისე საუბრობენ სიტყვაზე რომ სული წმინდა გადაწყვეტს ღმერთის ნება კი შენიერი ფრაზებია მით უმეტეს სასულიერობები ამ ფრაზებით უნდა ილაპარაკონ აბარა ფრაზებით უნდა ილაპარაკონ მოდელი რის მოდელია თუ არ აღიარებს ამ ყველაფერს და ღვთის დაშვებას და ღვთის ნებას არ ხედავს მოვლენებში ბუნებრივია ეს ასეც უნდა იყოს მაგრამ ოდნავ ფრთხილადაც უნდა იყოს ამავდროულად ძალიან ფრთხილად რომ მაგალითად სიტყვაზე რომ თურმე თეირანში ბომბები იმითომ ცვივა რომ ისინი მუსლიმები არიან სიტყვაზე თუ მაგალითად თუ ამბობ ან ლიბანში ეს კატასტროფული მიდგომა ესე იგი შენ პიროვნება არ გიყვარს პიროვნებაში არ ხედავ ღვთისხატებას სიბრალულის გრძნობა არ გაგაჩნია აპოკალიფსურ მონსტრს მსგავსები ადამიანობიდან რომელიც მზადღარო ყველაფერში დაინახოს სასჯელი რისხვა და რაღაცა ის მოვლენები რომელი მოვლენებიც საერთოდ შენი საქმე არ და შენ ის დაფარულია ხო რა ბევრი რამე საერთოდ დაბრალება ისეთი ფენომენია რომ ადამიანზე შეიძლება რაღაცის დაბრალება და ღმერთსაც. ძალიან დიდი მადლობა. ეს ტერენტი გრანელის ეს ჩანახატები, ნახატების წიგნი მინდა რომ გადმოგცეთ. ჩემს რითაც ვამოყოფ ეს ალბათ ჩემი ბიბლიოთეკა. ჩემი წლების განმავლობაში მოგროვილი წიგნები და მივამატებ აუცილებლად ჩემს პირად. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი შეხვედრისთვის მადლობა და წარმატება ინტერვიუსთვის ძალიან დიდი მე მინდა რომ გისურვო განსაკუთრებით წარმატება წერლობის დარგში იმიტომ რომ ლიტერატურა ჩემი რო არ ყოფილიყავი ღვთის საერთოდ სასულიერო პირი ჩემს თავს ხედავ მხოლოდ ისევ და ისევ იმაში რაც გარკვეულწილად ვარ კიდეც ისეთ იმიტომ რომ ლიტერატურას ძალიან დიდი კონტაქტი მაქვს ვასწავლი ამ სფეროს წიგნებს ვცემთ ამ წიგნების სფეროშიც მაგრამ ძალიან მიყვარს ზოგადად წერლებთან საუბარი ასე რომ თქვენ ჩემთვის პირველ ყოვლისა მწერალი იყავით და მე ჟურნალისტი ძალიან დიდი მადლობა